ეს 1 საათი მაინც გავადა, ჯობია აჯის გავატაროთ ეს 1 საათი. დაიწყე ხე? بسم الله والصلاة والسلام على رسول الله وعلى آله وأصحابه ومن تبعه بإحسان إلى يوم الدين رب اشرح لي صدري ويسر لي أمري واحلل عقدة من لساني يفقهوا قولي اللهم ثبتنا عند موتنا بلا إله إلا الله اللهم اجعلنا من الذين آمنوا وعملوا الصالحات وتواصوا بالحق وتواصوا بالصبر آمين رب العالمين السلام عليكم ورحمة الله ჩვენ წინა გაგვიწევთ თქვით რომ რამადანამდე ინშაალლა ჩვენ მოვემზადებით და დავიწყებთ კითხვას შეიხ იბნ სემინის წიგნი რომელიც ქვია 48 შეკითხვა. ეს არის ყველაზე ასე ვთქვათ ყველაზე ხშირი შეკითხვები რომელიც მოდის რამადანის თაობაზე. ჩვენ წინა გაგვიწევთ გავიარეთ ზოგიერთი ჰადისი, რამოდენიმე ჰადისი რომელიც გვაძლევს ასე ვთქვათ мотивაციას რომ მოვემზადოთ რამადანისთვის. დღეს კიდე წავიკითხავთ დავიწყეთ ამ წიგნის კითხვას. ანუ 48 შეკითხვა. მე თავიდან მინდოდა ეგრევე დამეწყებინა შეკითხვიდან, ანუ შეკითხვებისგან დავიწყოთ და თარგმნა და ასე შემდეგ, მაგრამ ჩავთვალე რომ უფრო ჯობია რომ დავიწყოთ შეიხით შესავალით, როგორც შეიხი იტყვის სანამ დაიწყებს ამ წიგნს, ანუ შესავალს აკეთებს. ეს არის ზოგიერთი ძმა რაც აკეთებს, მე ეგრევე ვაკეთებდი ადრეს სამწუხაროდ, მაგალითად წიგნი როცა იწყებოდა, შესავალს არ ვკითხულობდით, ეგრევე ვიწყებდით, რაც ეხება გაგვითხოს. ეს არ არის სწორად ძმებო. აუცილებლად ხანდახან კი არა აუცილებლად ყოველთვის შეიხების შესაბამად უნდა წავიკითხოთ. რომ მქონდეთ ჩვენ აზროვნება, რაზე იქნება ლაპარაკი, იმიტომ დაჟე შეიძლება ხანდახან შესავალშიც იყოს ისეთი სიტყვები, ისეთი დიდი ფაიდები, რომელშიც მე არ იქნება. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ასე ვთქვათ ადათი, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ წიგნებს. დავიწყოთ წიგნი, ბისმილლა, ალლაჰს ხოლმე ხეირიან გახადოს, ამინ. და მე მაქვს ინშაალლა იმის იმედი რომ რამადანამდე მაგას დავამთავრებთ. თუ შევატყებ რომ ვერ ვასწრებთ, მოგვიწევს ინშაალლა კვირაში ორჯერ გაკეთება გაგვეთილებს. ინშაალლა თუ ღმერთი გაგვიადვილებს, მოვალ და ჩვენს დავესწრებით და გაგვეთილებს დავამთავრებს სანამ რამადანი დამთავრდება ინშაალლა. რომ არ იყოს ეგრე რომ შეკითხვები დაიწყოს რამადანში. ჯობია რამადანამდე ყველაფერი გავირკვიოთ ერთმანეთში. და მე თუ რამე ახალი მო პრობლემა არ არის. მე შეიძლება შეკითხვები რა თქმა უნდა. ბისმილლა. شيخ إذا استويسيش ماذا يجب أن نفعله في رمضان؟ رأي ساتشور شوين تسرم جواكتود رمضان شيء. شهر رمضان عظيم مبارك. شهر رمضان زان بركات يعني ودي سيتوي. أنزل الله فيه القرآن هدى للناس وبينات من الهدى والفرقان. أم تويش الله ما جمعوا زمان القرآن رجورس أورجزادا جانس خويبا رجورس كيسبوليبا وجعل صومه ركنا من أركان الإسلام. دقاق إتا ميسي مرخو أنه رمضان مرخو قاق إتا رجورس ركني بوزة إترتي إسلاميس. وقيامه نافلة تزداد بها الحسنات. تمشي لطفة أنه تهجدي داسة شيء تراويح داسة شيء من قيامي لطفة بقاقتها رجوز تأميت إزرد بأدميانس حسناته وبيوري مدلي وتكون سببا في النجاة من النيران. ده إسكنبا ميززي قدرتشينيس تسخيزغان أنه مرخة. وفي الصحيحين عن رسول الله صلى الله عليه وسلم صلى الله عليه وسلم صحيح البخاري ده مسلم أريس مقاني الحديث رمتكوا من صام رمضان إيمانا واحتسابا غفر له ما تقدم من ذنبه وينس إمر خلا رمضاني إيماني تمنور تبينيت الله يسر تبينيت داس الشملك دار لا إلودي بأمه ودروس مادلس ما سبتيبا صدوبي رميز أكمل أجتبدا ومن قام ليلة القدر إيمانا واحتسابا غفر له ما تقدم من ذنبه أسا وينس غاتر ليلة القدر غامي إيمانيت دا مادلس مولودينشي ما قاسا سبتيبا صدوبي رميز أكمل أجتبدا من صام رمضان احتسام أي إيمانا بالله عز وجل وينس مرخو رمضان إيمانيت أنو الله يزرتبينيت عز وجل وإيمانا بشريعة الله دا الله يس شريعتي تبينيت وقبولا لها دا رم ميغوس شريعتي أنو رسني شاوسرم راسا شما صلى الله عليه وسلم شون قويتخا وندا قولابيري ميويغوت راسا الله ما قرآن شي ويتخا وندا قولابيري ميويغوت روما ألويغوت إم خلقي شوريس რომელის რას არ მოსწონს მაგას არ იღებს, რაც მოსწონს მაგას იღებს, ეს არასწორია. ალმა ყურანში რა თქვა? თქვენ რომელიც იწმენთ, შედით ისლამში მთლიანото. وإذعانا واحتسابا لثواب الله. ასევე უნდა დავემორჩილოთ ალლას და ველოდოთ მის მადლს, ალლაჰის მადლს. الذي رتبه على هذا الصيام رمشس أنه داقين أسدقات أم مرخوشي وكذلك القيام أسي عند قواقيت قيامي أنه غامس لوسوبي دا أسشملك فمن قام رمضان أو ليلة القدر متصفا بحدين وصفين دوينز قاتا رمضاني أم أور تويسبيت رومالي أور تويسباز مبو رومالي أور تويسبا يقو نخسنبي إيماني دا احتسابي ريسي
ელოდებოდეს ალლაჰის მადლს. ეს ორი თვისება შეეხება თქვა. ვინც ელოდება რამადანს, მაგას აქვს ეს ორი თვისება, ალ-იმან ვალ-იჰტისაბ, ღაფარა ალლაჰუ ლაჰუ მა თაყადამა მინ ზამბი. მაგას ეპატიება მისი ცოდვებისგან. وإننا إذا نظرنا إلى الماضي وجدنا أن هذا الشهر المبارك صارت فيه مناسبات عظيمة. شيخ يزخي تو წარსულში ვნახავთო, ანუ შომავალი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ცხოვრებაში. ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ რაღაცას, რაც ეხება ამ მარხვას. يفرح المؤمن بذكراها ونتائجها الحسنة. როცა მორწმუნე მაგას ახსენდება ეს წარსული შომავალი სალლალაჰუ ისტორიიდან, მაგას მორწმუნეს ანუ უხარია, როცა იხსენებს ამ ისტორიებს, ამ შომავალი სალლალაჰუ ალეიჰი ვასალამ ცხოვრებიდან და ამი კარგი შედეგი, როცა არის კარგი შედეგი ამ მარხვის და ამ ზიქრების, ამ ისტორიის გახსენება. პირველი ასე ვთქვათ, რასაც არის შეესაბამება ამ თვეძმებო شيخ يزاغيس المناسبة الأولى أن الله تعالى أنزل فيه القرآن. بيرولي رارزمبو اللهم أم تويشي كما مغزانا قرآني. رمضان يارزمبو قرآنيس توي. أي ابتدى إنزاله في هذا الشهر أنه قرآن دايزو زمبو بيرولي آياتي ميسي كما مغزانيس دايزو أم تويشي أنه رمضانيس تويشي. وجعله مباركا. دقاخدا إس توي بركتياني. فتح المسلمون به أقطار الأرض شرقا وغربا. مسلمي بغخسنس أنه إمس ميري روغوز قرآن يقو چاموسولي دا صحابي بدايسخيس قوام قرآن يتخوريبا غخسنس ميزبي ويلغان روغوز تساوليشي أسوي أغموساوليشي. واعتز المسلمون به وظهر راية الإسلام على كل مكان. دا أميز غامو مسلمي بي أنه غادي أديدنين غادي ديدي بغخني باتيو سيملو دا أسوي شمدك دا إسلاميس دروشاس أسوي إغو أتسيولي أنه ريتيزميبو قرآنيت როცა საჰაბები მიყვებოდნენ ყურანს, შომავა სალალაჰუ 23 წელში დაებრუნა მექა და ასე შემდეგ და საჰაბები ხულაფა ურ-რაშიდინ გააგზელეს ყურანის ცხოვრება. და მაგით ომარ ბინ ალ-ხატაბ დააპყრო თითქმის ნახევარი დედამიწა. ასევე ძმებო სპარსელებიც. არაბები, რომელსაც აი ბედუინები, ზოგიერთი მაგათგან იყო ბედუინი, არაფერი მაგათ არ ქონდა წარმოიდგინე, მიწა, არაფერი აბშე სპარსელები მაგდოს ქონდათ აშენებული უზარმაზარი კოშკები და ასე შემდეგ და განვითარებული იყვნენ მაგდოს ასე თქვა. راتو تعويدن تين يمتون قرانس ميقنن ولا يخفى علينا جميعا أن الخليفة الراشد عمر بن الخطاب رضي الله عنه أتى إليه بتاج كسرى دا چون أرداغوي مالي بأراويز كان چونز كانورم خليفة الراشد أنو عمر بن الخطاب ادخل مغاس موت أنس كسراس أنو سبارسيس ميبيس كارونا من مدائن إلى المدينة محمولا على جملين إمخلا ديدي قرم موت أنس أور أكلمزي ორ აკლემზე შემოიყვანეს მისი ანუ სპარსელების ქვეყნიდან მედინაში შემოიყვანეს كما ذكر ذلك في التاريخ როგორც იყო ნახსენები ისტორიაში ودع بين يديه رضي الله عنه და დადეს ეს კარონა عمر بن الخطاب წინ رضي الله عنه لم ينقص منه خرزة واحدا ერთი პატარა ბრილიანტიც ამ კორონასთან ჰქონდა არც ჩამოვარდა გზაში ანუ როგორც წაართვეს კესრას იგივე მოუტანეს ომარს რადიალლაჰუ ანჰუ. ანუ რამხელა დიდება იყო მუსლიმების მაგ დროს, როცა მიყვებოდნენ ყურანს და სუნნას. كل هذا من عزة المسلمين وذلة المشركين ولله الحمد. ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ მუსლიმებს მაგ დროს ჰქონდა დიდება და მუშრიკებს ჰქონდა მაგ დროს ანუ დამცირება. وإننا لواثقون أن الأمة الإسلامية سترجع إلى القرآن الكريم. და ჩვენ ვართ დარწმუნებულებიო, რომ მუსლიმანური უმმათი აუცილებლად დაბრუნდება قرآنتان وستحكم به دا إمساجولبس قرآنيت وستكون لها العزة بعد ذلك إن شاء الله دا أسوي دا وبرون دبا مسلمان إمس ديدبا ما جسمره إن شاء الله راشين سوز راس جخيس شيخ زمبو أك روتسا مسلمي بي أنو نبي اسمه تاويس غارشويبس اتفانيتش نبي اسمه تاويس بروبلميبس ما جس قويت عن قرآنيت ما قدو سكتما مسلمانيس بركة أرا كردولك أنو نبيت არა თავისებური გაგებებით, ან თავის მენტალიტეტით, თუ რაღაცა გარშევა არის მებისგან, ოჯახში, ნასანათესაოში და ასე შემდეგ, ყოველთვის უნდა ვიმზიროთ ითი ყურანით. ომარ ბინ ხატაბმა თქვა, როგორც კი მუსლიმანები, ომარ ბინ ხატაბმა თქვა, ალლაჰმა აგვამაღლა ჩვენ ისლამითო, ანუ საჰაბები აგვამაღლა ისლამითო. და თუ ვიღაცა ეძებსო ამაღლებას ისლამის გარდაო, მაგას მექნება რა? მაგას რა იქნება? დამცირება. ეგეთ ადამიანს ექნება დამცირება. ولكن لابد لجان العسل من قرص النحل. მაგამ შეიხი იძახის რომ აუცილებლად ვინც ანუ თავს აგროვებს აუცილებლად მაგას ფუტკარი უკმენს.
ვალიჯანი ვარდი მინაშ შაუკი და აუცილებლად ვინც ვარდებს ასევე ჭრის აგროვის ვარდებს ეკალი მაგასაც შეერჭობა ლაბუდა ან yataqaddama an-nasr imtihan liman qamu bil islam wa da'watu ilayhi შეიხი იზახის რომ აუცილებლად ესე მოხდება ვინც დავაც აკეთებს და ეხმარება ისლამს მაგას აუცილებლად რაღაცა გამოცდები ექნება პრობლემა ცხოვრებაში ასე მტრები და ასე შემდეგ لأن الله تعالى قال إمتم الله ما قرآن شتكوا في كتابه تاويس تكنشي ولا نبلونكم حتى نعلم المجاهدين منكم والصابرين شون أول سلبة تكون جاموكسيتو دو ناخوتو وينار تكون كان مجاهد بي أنو وينس أسيتكوات لقول تكوات سوالوبس أسيتكوات منكم والصابرين دو وينار تكون كان إس وينس إتمنس وقال تعالى أسوأ الله متكوا أم حسبتم أن تدخلوا الجنة ولما يأتكم مثل الذين خلوا من قبلكم مستهم البأساء والضراء والزلزل حتى يقول الرسول والذين آمنوا معه متى نصر الله ألا إن نصر الله قريب نوتو تكون غونياتو روم شيخ الجنة شي دا تكون الشيخ خبات إس راس شيخ إن خاص وين شيخو تكون سين ما قد شيخو داوا دبيبي سيغاري بداس شمدك სანამ შრომაომა და ისინი ვინც ირწმუნეს მაგასაერთად თქვენს რომ სად არის ალლაჰის დახმარება სად არის ანუ როდის იქნება ალლაჰის დახმარება უეჭველად ალლაჰის დახმარება არის ადვილიო არის ახლოსო ნახეთ მებო ალლაჰმა ჩვენ გვიამბო რომ გამოცდები აუცილებლად ჩვენ გვექნება აუცილებლად იმ დონეზე იყო ხალხი გამოცდილნეს მებო რომ შრომავალები სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ და მათი მოწაფეები იზახდნენ როდის იქნება ალლაჰის დახმარება ანუ იმდენი ხანი და ბოროს ალლაჰ იძახის აუცილებლად ალლაჰის დახმარება არის ახლოს ამიტომ ძმებო ყოველთვის რაღაცა ცხოვრებაში როცა გაქვს პრობლემა გახსოვდეს ალლაჰ შენ არ დაგტოვებს არასდროს ალლაჰმა ყურანში რა თქვა fa inna ma'al usri yusra inna ma'al usri yusra აუცილებლად სიძნელესთან მოდის რა სიადვილე აუცილებლად სიძნელესთან მოდის რა სიადვილე ალლაჰმა გაიმეორა ეს აიათი ორჯერ ალიმი მუფასირები რა თქვეს რატომ გაიმეორა ალლაჰმა ეს ორჯერ რომ დაარწმუნოს ადამიანს ვინც მაგას კითხავს ეჭვი არ აქონდეს მაგას აუცილებლად მაგას რა მოვა მაგასთან რა დახმარება on პირობა აქვს მაგას თუ უნდა ადამიანს რომ მოვიდეს მაგას დახმარება ცხოვრებაში მაგას აქვს პირობა ვინის როგორ პირობა უნდა მოითმენოს ესეთი რა თქმა უნდა მაგრამ თუ არის ადამიანს მწოდველი ძინას აკეთებს პარავს ყველაფერს უზაკეთებს და ითმენს მოვა მაგასთან დახმარება ალლაჰის თაობა უნდა გაგეს მაგის დალილი რა არის ყურანში ჰა ადამიანს მაგალითად ადამიანს აქვს პრობლემა ცხოვრებაში და ვერ ხედავს გამოსავალს მაგრამ ამავე დროს ცოდვებს აკეთებს მრუშობს და ასე შემდეგ და თაობას არ აკეთებს ელოდება დახმარება მაინც ალლაჰისგან ეგად ადამიანს დახმარება მოვა არა მაგის დალილი რა არის ვინიცის ახი ვინიცის მაგალითად ჰა არა თაობა საჭირო რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ ვიძახით არ აკეთებს ადამიანი თაობას და მაინც ელოდება ალლაჰისგან დახმარებას ალლოცლოს არ მარხულობს არაფერი აღმეც კანონიდან არ აინტერესებს და იზახის მერტო რატო არ მეხმარები მაგას რატო არ დაეხმარება ალლაჰი ალლაჰმა შუმამა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ იმამ ნავავის 40 ხადისში ხო მოვიდა ჰადისი ხო იცოდების გამო ონიკაის ანუ არნანობს შუმამა სალალაჰუ მოიყვანა ერთი ადამიანის მაგალითი რომელიც მოვიდა საფარისგან აშათა აღბა მისი ანუ თმები იყო აშეჩილი თმები იყო მატამუ ჰარამ ვამაშრაბუ ჰარამ ანუ რასაც ვაუდა ჭამდა ყველაფერს ჰარამს აკეთება და აწია ხელები საში და იზახდა ია რაბი არა მერთო ჩემო და შუამასალსა ფაანნა იუსტაჯაბულა მაგას როგორ ანუ იქნება მაგას ეგეთ ადამიანის პასუხი ამიტომ შენ თუ ვიდა ალლაჰმა დაგემხარო შენ ცხოვრებაში შემოძმაო უნდა აუცილებლად თაობა გაკეთო და უბრუნდი ალლაჰს გაკეთო ლოცვები რაც ვაჯიბია შენთვის ხუთი ლოცვა მარხვა ხაჯი თუ შეგიძლია და ასე შემდეგ და მხოლოდ მაგის გამო შეგექნება გამოსავალი ცუდი მდგომარეობიდან ალლაჰმა ყურანში რა თქვა სუბჰანალლაჰ وما يتق الله يجعل له مخرجا ويرزقه من حيث لا يحتسب ვისაც ეშინი ალლაჰი მაგას მისცემს რას გამოსავალს ცუდი მდგომარეობიდან და მისცემს რიზყს მისცემს იქიდან საიდანაც არ მოელოდება წარმოიდგინეთ საიდანაც არ მოელოდება შეიხი იძახის al-munasabatu ath-thaniya მეორე რაც შეესაბამება მარხვას هذا شهر المبارك am barakatyan tves ghazwatu badrin badris ბრძოლას ბადრის ბრძოლა როდის მოხდა ძმებო رمضانში მოხდა ბადრის ბრძოლა غزوة بدر في السنة الثانية من الحجرة მეორე წელში მოხდა ჰიჯრისგან მეორე წელს وكان سببها أن رسول الله صلى الله عليه وسلم يرحمك الله وكان سببها أن رسول الله صلى الله عليه وسلم سمع أن عيرا لقريش يقودها أبو سفيان قادمة من الشام إلى مكة شما صلى الله عليه وسلم قايقرو أبو سفيان ميقاودا كارواني
შამიდან, ანუ შამი არის სირია და ასე შემდეგ, პალესტინა და ასე შემდეგ, იქიდან გამოვიდა თავის ყარავნით და მიდიოდა მექაში და შუმამალ სალალალაჰუ მივიდა ეს ამბავი. فلما علم بذلك ندب أصحابه السريع منهم أن يخرجوا إلى هذه العير من أجل أن يأخذوها. درس جايجو شمام صلى الله عليه وسلم وقاموا أبو سفيان قرواني موامزة صحابي أنا تعاكس تهوي صحابي موتيفاسي مس أشوندك تاخد خلاص تعويدت إس قرواني لما برونوتو أنو تعورتوات أبو سفيان سو. سلام خلقي يتويس راتو مارت ميودا قراواش في خل ماجس كاولي تاتو راتو دودا ماجس أخمواس لأن قريشا استباحت إخراج النبي صلى الله عليه وسلم وأصحابه من ديارهم وأموالهم إمتورم قريشي تبي رأس شمال صلى الله عليه وسلم يقول بكشي ماجس أرتويس ميس سخلي أسمع ميس متابيبس ماجاتي سيسلي حلالي جاكتيس مقلس ميسيرا متابيبي كالبيس مقلس ასაკოვანი ხალხის მოკლეს ანუ ვისაც არ ქონდა არც ბრძოლობდნენ მაგ დროს ომიც არ იყო მაგ დროს და კლაუდნენ შუმავალი სალალაჰუ ალეიჰი ვასალამა საჰაბებს და როცა გადავიდა უკვე მედინაში გაიგო აბუ სუფიანი იგივე ხალხი ვინც კლაუდა მის ნათესავებს და მის საჰაბებს მოწაფეებს გაიგო მისი კარავანი გამოვიდა შამიდან და უნდა იმ კარავანის წართმევა ამ ნებისმიერი მაგას უფლება ქონდა მაგაზე ولم يكن بينهم وبين النبي صلى الله عليه وسلم عهد ولا ذمة. ده ماجز دروس أبو سفيان دروس أبو سفيان ده شو مولى صلى الله عليه وسلم ماجا شورس أرنا شتخ مبي أريقه أن أريقه أربي يوم مبتاع شمدك. فخرج صلى الله عليه وسلم إلى عيرهم من أجل أن يأخذوها. ده قوي ده شو مولى صلى الله عليه وسلم إمستوس عارف في كارواني وخرج بعدد قليل. ده قاموا ده رامو دينيمه أنو خلقي بيور خلقي أريقه صحابة بشورس 310 رجلا. ანუ 300 მიახლოებით 315 ადამიანი იყო შუმავალი სალალალაჰუ და საჰაბები. ანუ არ გავიდნენ ომისთვის. გავიდნენ უმალოდ წაართვან, უბრალოდ გავიდნენ წაართვან ეს კარავანი. لأنهم لا يريدون الحرب. იმიტომ რომ მათ ომი არ უნდათ. ولكنهم يريدون أخذ العير فقط. მაგათ უნდათ მხოლოდ კარავანის წართმევა. فلم يخرجوا إلا بهذا العدد القليل ومعهم 70 بعيرا يعتقبونها وفرسان فقط. ماجز دروس ماجت صحابس قودات مارتو 70 أكلمي تا أوريز خيني 70 أكلمي تا أوريز خيني. أما أبو سفيان الشيخ أبو سفيان الذي كانت معه العير وسنا سيرتي كارواني فأرسل إلى أهل مكة يستحثهم ليحموا عيرهم ويمنعوها من رسول الله صلى الله عليه وسلم. أبو سفيان مجايجو ومشوما صلى الله عليه وسلم وكموديس ماجت كاروانيستويس تا غارت كلا مكيس خالخي غارت كلا روم موديتو دايتساويتو كوني أنو كونيبا دايتساويتو. فخرج أهل مكة بحدهم وحديدهم وكبريائهم وبطرهم. და გამოვიდა მექის ხალხი, ანუ ყურაშიტები, მუშრიკები, თავისი ჯარით, თავისი იარაღით, თავისი რკინებით, ანუ ყველაფერი მზად გამოვიდნენ, რომ დაიცვან თავისი კარავანი. ხარაჯუ კამა ვასაფაჰუმულლაჰუ ბიყაულიჰი და ალლაჰმა ახსენა ეს მაგათი მომზადება ყურანში და თქვა ხარაჯუ მინ დიარიჰიმ ბატარა ვა რიაან ნასი ვა იასუდუნა ან საბილილლაჰი ვალლაჰუ ბიმა იამალუნა მუჰით. ისინი ანუ თავიანთი სახლებიდან კადილითა და ხალხის სადანახად გამოვიდნენ, ანუ თაკაბურით გამოვიდნენ, რიას აკეთებდნენ ასევე მაგ დროს და ეღობებიან ალლაჰის გზაზე, ხოლო ალლაჰი გარემოიცავს, რასაც შადიან. ანუ ალლაჰმა გაახსენა ეს ისტორია მაგათი ასევე ყურანში. وفي أثناء الطريق და როცა იყვნენ გზაში بلغهم أن أبو سفيان نجا بعيره გაიგო შუმავა სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ რომ აბუ სუფიანმა გადარჩა ანუ მოასო გაიგო ამბავე და გადარჩა შუმავალისგან სალალაჰუ ალეიჰი ვასალამ فاستشار بعضهم بعضا მერე ყურაიშიტები ერთმანეთში ანუ შევაიღეს ერთმანეთში هل يرجعون أو لا يرجعون დაუბრუნდნენ ბადრს თუ არ დაუბრუნდნენ იმ ადგილს ანუ ისიანო შუმავალისგან გამოვიდა მაგათ წინააღმდეგ ეხლა ერთმანეთში ლაპარაკობენ დაუბრუნდეთ მუჰამედთან შევხვდეთო ვებრძოლოთ მაგათ თუ წავიდეთ გავაგზავნოთ გზა სახშიო فقال أبو جهم لعنة الله عليه تقوى كان زعيمه يقول مغاتي أسوي تقوى متوري قول زي أسوي تقوى ديدي أدمياني مقدروس مغاتان والله لا نرجو حتى نقدم بدرا فنقيم عليها 3 والله يو أبو جهل زاخيس أرداو برندبيتو سانم چون بدرسي أرمي والتو تا سام دغيس من أرداو چبيتو عربي بسكوندا تجتي عادتي როცა ომი იყო, ან დავთავრდებოდა ომი, 3 დღეს იქ რჩებოდნენ, რომ თავის ძალას აჩვენებდნენ, რომ არავის არ გვეშინიაო, თუ რამე კიდე გინდათო, აქა ვართო, მოდითო კიდეო. და აბუ ჯაჰმა თქვა, რომ 3 დღეს დავრჩებითო, ანუ ვანახებ მუჰამედ ჩვენ ვინა ვართო.
ننحر فيها الجزور أنو داوكلات ماند أكلمبسو ونسقي فيها الخمور داواسخوت ماند غينوسو وتعزف علينا القيان دا چون غيمغيربن كاليبيو دا سيمغيربس غيتقيان دا سيشمد أنو ويكيبيبتو أسه داويلو دبيتو شمول محمد سو وتسمع بنا العرب فلا يزالون يرحبوننا أبدا دا خويل عربي چون زي غايگيبسو راو واشكا سبي ورتا أسه شمد دا پاتيويسيميز دا شيشيز غامو چون پاتيويسيماس چونتان نخوينو فهذه الكلمات تدل على كبرياء على الكبرياء والعطرسة اس ميسي سيتقبي ابو جهل راس اچونبس ميسي كبريس ميسي اماقوبيس داس شمدك والثقة بالباطل ليدحض به الحق دا تاويسي جيرودا ميسي سيسريس دا اميتوندو دا چشماريتيبيزگان انو اسه თქვათ გამოსვლა والتقوا بالنبي صلى الله عليه وسلم بحدهم وحديدهم وكبريائهم وبطرهم وقوتهم تشخدن شموال صلى الله عليه وسلم تاويسي جاريد تاويسي يراغيد تاويسي اماقوبيد كبريت داس شمدك تاويسي زاليت وكانوا ما بين 900 و1000 دا ايقو ماغاتي راودينبو مياخلوبيت 900-დან 100,000 ადამიანამდე ანუ კურაიშიდები შუმავალ სალსალამის საჰაბები რამდენი იყვნენ 300 ანუ 300 რაღაცა ძალიან ცოტა ხალხი იყო جنودالله والتقت الطائفتان دا შეხვდა ეს ორი ჯარი جنودالله عز وجل وجنود الشيطان ალლაჰის ჯარი და შეიტანის ჯარი وكانت العاقبة لجنود الله عز وجل და ბოლო იყო ვის მხარეს ალლაჰის ჯარის عز وجل قتل من قريش 70 رجلا მოკვდა ყურაიშიდებისგან 70 ადამიანი عظماؤهم وشرفاؤهم ووجهاؤهم მოკვდა ვინ მაგათი ან ყველაზე დიდი ადამიანი ყველაზე პატივცემული მაგას შორის ვინ იყო ყურაიშიდების შორის وأسر منهم 70 رجلا და მტყვეთ აიღეს 70 მუსლიმები აიღეს 70 ადამიანი მტყვეთ وأقام النبي صلى الله عليه وسلم 3 أيام في عرصة القتال كعادته და გაატარა შუმამა სალლაჰუ ალეიჰი ვასალამ 3 დღე იმ ადგილას ანუ ბრძოლის მოედანზე როგორც იყო მისი ჩვევა ანუ ბოლოს ვინ გაატარა 3 დღე აბუ ჯაჰლი თუ შუმამა სალლაჰუ გაატარა 3 დღე ამიტომ კიბრი არ შეიძლება ზმებო კიბრი არ შეიძლება ოღონდ თქვა ინშაალლა ნებისმიერ ჩვენ საქმეებზე ასევე ეს აჩვენებს რომ ალლაჰ აზზა ვა ჯალ როგორ ამცირებს მუშრიკებს ვინს გამოდის შუმავალის სალლაჰუ წინააღმდეგ وفي يوم الثالث ركب حتى وقف على قليب بدر الذي ألقى فيها من صناديد قريش 24 رجلا და მესამე დღეს დაждდა შუმავა სალამ ანუ რა გაკეთა იყო მანდ ერთი ჭა ცარიელი ჭა გამხმარი ჭა და ჩააგდო იმ ჭაში 25 რამდენი იყო ბოდიშით 24 მამაკაცი ყურაიშიდებისგან ვინც იყო მაგათი ყველაზე უდიდესი როგორც აბუ ჯაჰლი და ასე შემდეგ ჩააგდო იმ ჭაში وقف على قلب يدعوهم باسمائهم واسماء ابائهم დადგა იმ ჭის მაღლა და დაიწყო მაგათი დაზახება იმ ყურაიშიდე მუშრიკების მაგათი სახელებით და მაგათი მამების სახელებით يا فلان ابن فلان اي ასეთი და ასეთი هل وجدت ما وعد ربك حقا შენ ნახე რასაც შენ ღმერთმა ანუ დაგპირდა როგორც არის ჭიშმარიტება შენ ეხლა ნახეო إني وجدت ما وعدني ربي حقا ჭიშმარიტად მე ვნახე რასაც მე ღმერთმა დამპირდა ეს არის ჭიშმარიტება فقالوا يا رسول الله صحابه თქვეს الله შუმავალო كيف تكلم اناسا قد جيفوا როგორ ელაპარაკები ხალხს რომელების უკვე ანუ დამბლები არიან 3 დღე გავივიდნენ მკვდრები არიან არს გაუკვირდათ მაგათ ساروا جيفا ანუ გახდნენ დამბლები და ასე შემდეგ არს მოძრაობენ قال მაგან თქვა ما أنتم بأسمع لما أقول منهم თქვენ ანუ მაგაზე უფრო კარგად არ გესმითო ანუ იგივე დონეზე მაგათ გესმითო თქვენო ولكنهم لا يستجيبون მაგრამ ისინი არ პასუხობენ وقال და ასევე თქვა لا يرجعون قولا და არ უბრუნებენ ჩვენთვის სიტყვას ثم رجع النبي صلى الله عليه وسلم إلى المدينة النبوية منتصرا ولله الحمد მე დაბრუნდა შუმავალ صلى الله عليه وسلم მედინაში როგორც მოგებით და ასე შემდეგ ეს არის მეორე ძმებო მესამე მონასაბა არის მონასაბა თალისა ფათჰ მექა როცა შუმავალ صلى الله عليه وسلم დააბყრო დაებრუნა მექა كانت مكة قد استولى عليها المشركون وخربوها بالكفر والشرك والعصيان مكة ძმებო ყურაიშიდები დააბყრეს მექა და მასში მექაში მაგდროს იყო გაბსელებული შირკი, კუფრი
და ასევე ცოდვა. فأذن الله سبحانه وتعالى لنبيه صلى الله عليه وسلم أن يقاتل أهلها وأحلها له ساعة من نهار. და ალლაჰმა აზავაჯალმა მისცა ნება შუმავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა რო ებრძოლა მექაში რამ პატარა პერიოდი, ძალიან პატარა პერიოდი დღითი. ثم عادت حرمتها بعد الفتح كحرمتها قبل الفتح. მერე დაბრუნდა მექაში. ხურმათუ რას ნიშნავს მე რომ მექა ის ადგილია, მან ომი არ შეიძლება. ომი არ შეიძლება, ნადირობა არ შეიძლება და ასე შემდეგ. მაგის მერე როგორ უკვე დაამყარეს მექა, ალლაჰმა ასევე დაუბრუნა მექას თავისი ხურმათი, არ შეიძლება ნადირობა, სიკვდილი და ასე შემდეგ. ودخلها النبي صلى الله عليه وسلم في يوم الجمعة في 20 من شهر رمضان. და შევიდა მექაში შუმავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამა პარასკევს დროს, ჯუმა დღეს მეოცე في 20 من شهر رمضان მეოცე წელს, ჰიჯრისგან რამადნის თვეში. عام 8 მეოცე დღეს რამადნის ბოდიში. მეოცე დღეს რამადნის მერვე წელს ჰიჯრისგან. مزفرا منصورا როგორც მომგები. حتى وقف على باب كعبة. მივიდა ქააბის კარებთან. وقريش تحته ينتظرون ماذا يفعل بهم. და ყურეშიტები იყვნენ ქააბის ქვეშ. შუმავალთან სალასამ ერთად და ელოდებოდნენ რას გააკეთეს შუმავალსა მას, როგორ უპასუხებს მათ. فقال لهم და შუმავალ სალასამ ნახეთ მაგას რა უთხრა. يا قريش, اي ყურეშიტებო. ما ترون اني فاعل بكم. რა გონიათ ეხლა მე თქვენს რას გიზავთო. قالوا და დაიწყეს ნახეთ ყურეშები თქვეს. خيرا სიკეთის გააკეთებო. أخ كريم ჩვენი ძმა ხარ, ჩვენი დიდგული ძმა ხარ. وابن أخ كريم ჩვენი ბიძაშვილი ხარ და ასე შემდეგ. იმის მე როცა მოკლეს მისი ბიძა, შუმავალ სალასამ ბიძა ჰამზა. მოკლეს მისი მოწაფეები. პირველი წამებული ვინ იყო? ქალი, საჰაბა ქალი მოკლეს პირველი აწამეს. უმუ იასირ მოკლეს. როგორ მოკლეს თუ გახსოვთ? გაწელეს ხენები და ბოლოს მოკლეს. პირველი შაჰიდი ქალი ვინ იყო? ისლამში ქალი იყო. აწველის მისი ნაცავები, მოკლეს მისი საჰაბები, აწველის მისი ბიძა აბუ ტალიბი. მოკლეს მისი ბიძა ჰამზა, ჰინთი დააბარა, ის მაგისი მოკლა. ამდენი აწველის და ბოლოს რა თქვა შუმავალ სალალლაჰუ ალეიჰი ვასალამ, რა თქვა? اذهبوا فانتم الطلقاء. წადითო, თქვენ ხართ თავისუფლებიო. ნახეთ მებო, თქვენ ხართ თავისუფლებიო. ვისაც ეზიზღება ისლამი, ვინც ისლამოფობები ასე ვთქვათ, მაგას არ მოყვებიან. მაგას არაოც არ მოყვებიან ამ ისტორიას. فمن عليهم بعد القدرة عليهم. الله შუმავალ სალალლაჰუ შეიწყარა ის ხალხი იმის მის როცა მაგას ქონდა ძალა, რომ შეიძლება დახოცა ის ყველა ხალხი. وهذا غاية ما يكون من الخلق والعفو. ეს არის ყველაზე დიდი რა შეიძლება იყოს კარგი თვისებებისგან და პატიებისგან. წამოდი შენი ბიძა მოკლა, ნაცავები, მოწაფეები და შენ მაგას აპატიე. وبعد عرض المناسبات და ამის მე როცა ჩვენ მოვიყვანეთო ეს რას შეესაბამება რამადანს في هذا الشهر لنا أن نقول ჩვენ უნდა ვთქვათ ما الذي ينبغي أن نفعله في شهر رمضان. რა არის საჭირო ჩვენთვის რომ გავაკეთოთ რამადის თვეშიო. الذي نفعله في هذا الشهر المبارك إما واجب وإما مندوب. ჩვენ ასე ვაკეთებთ ამ თვეში ან واجبი არის, ან არის مستحب სასურველი საქმე. فالواجب هو الصيام. აუცილებელი რასაც ჩვენთვის არის რა? მარხვა. والمندوب هو القيام. და სასურველი ჩვენთვის რა არის? غامي لوتسوا და ასე შემდეგ. والصيام كلنا يعرف هو الامساك عن المفطرات من طلوع الفجر الى غروب الشمس تعبدا لله. და მარხვა ჩვენ ვიცით რა არისო? როცა ჩვენ თავს ვაკავებთო იმისგან, რაც მარხვას ეხავსო მზის ამოსვლიდან მზის ჩავსვლამდე ალლაჰის თაყვანისცემისთვის. ალლაჰის თაყვანისცემისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ძმებო. دليل قوله تعالى اللهم وزنا يسنتكوا ماجز دليل رارس فالآن باشروهن وابتغوا ما كتب الله لكم وكلوا واشربوا حتى يتبين لكم الخيط الأبيض من الخيط الأسود من الفجر ثم أتموا الصيام إلى الليل. اخلاو შეგიძლიათ თქვენ მეუღლებთან ახლო ურთიერთობა და მიესწრაფეთ იმის მიმართ, რასაც ალლაჰმა დაწერა თქვენთვის. ჭამეთო, სვითო, სანამ თქვენ არ დაინახავთ განსხვავებას, თეთრი ძაფისგან, შავი ძაფისგან, ჰორიზონტზე როცა არის განსხვავება, რომ ხედავთ ფაჯრი შევიდა თუ არა. ثم أتموا الصيام إلى الليل. და მერე გააგრძელეთ მარხვა ღამემდეო, მაღრიბამდე გააგრძელეთო მარხვა. ეს არის იმის დალილი, რომ არ შეიძლება არ დალეო არ ახლო ურთიერთობა მეუღლესთან და ასე შემდეგ.
والغرض من الصيام და ზამნიშნული მომენტი ძმებო მიზანი მარხვის რა არისო ლეისა თარვიდუ ალბადან არ არის ანუ ტანის ვარჯიში ტანის ანუ გაუმჯობესება ასე თქვა ალა თაჰამულ ალატაში ვა თაჰამულ ჯუი ვალ მაშაყა როცა ადამიანი ითმენს და არ ჭამს მაგას წყურია მაგას ანუ ეძნელება მაგას მარხვა ولكن هو ترويض النفس მაგრამ ეს არის მარხვა ისთვის არის სულის გამაგლებისთვის სულის ვარჯიში على ترك المحبوب لرضا المحبوب როცა შენ ანებებო ისაც გიყვარსო იმისთვის ვისაც შენ გიყვარსო ანუ ალლაჰისთვის والمحبوب المتروك هو الاكل والشرب والجماع და ისაც ადამიანს უყვარსო არის რა ჭამა სმა და ახლო ურთიერთობა მეუღლესთან هذه هي شهوات النفس ეს არის ანუ ნაფსის შაჰავათები ასე ვთქვათ أما المحبوب المطلوب رضاه وهو الله عز وجل მაგრამ რა არის ჩვენთვის ანუ აუცილებელი რომ მოვიპოვოთ რაც ჩვენ გვიყვარს ეს არის ალლაჰის კმაყოფილება عز وجل فلا بد أن نستحضر هذه النية شيخ نخرس აუცილებელია ჩვენთვის რომ ეს ნიათი ჩვენ გქონდესო რა ნიათიც მე ბორო მე ვმარხულობ არა იმისთვის ჩემი ტანი უფრო გასუფთავდეს უფრო ძლიერი გახდეს არა ჩემი ნიათი არის რა ალლაჰის კმაყოფილება იმის გამო რომ მე ვანებებ ამ რაც იყო ჰალალი ჩემთვის მე მაგას ვანებებ ეს ახლა ჰარამია ჩემთვის ალლაჰის გამო მაგათ მე ვანებებ არა ხალხის გამო ახლა ჩემს მაგასებ ნაცავები მეზობლები მარხულობენ მეცნობი მარხულო ხალხი რა სიტყვის მე ჩემზე მაგის გამო არა ჩვენ მარხულობთ ალლაჰის ხათრისთვის რომ ალლაჰი იყო ჩვენით კმაყოფილი أننا نترك هذه المفاتيرات طالبا لرضا الله عز وجل ჩვენ ამ ყველაფერს ტოვებთო რამოდენიმე საათი ეს დილიდან საღამომდე ალლაჰის კმაყოფილების გამო والحكمة من فرض الصيام და ანუ სიბზნე რაში აძმებო რომ ალლაჰმა გააკეთა ჩვენთვის მარხვა აუცილებელი هذه على هذه الأمة قد بينها الله سبحانه وتعالى في قوله ალლაჰმა თქვა ერთ აიათში يا أيها الذين آمنوا كتب عليكم الصيام كما كتب على الذين من قبلكم لعلكم تتقون أي თქვენ რომლებიც ილწმუნეთო ალლაჰმა დააწესა თქვენთვის მარხვა როგორც იმათვის ვინც იყო თქვენამდე იმისთვის რომ რა لعلكم تتقون ვინიც ის თარგმნა იმისთვის თქვენ რა ქართულად შეგეშინდებათ რომ უფრო ღვთისმოშიშე გახდეთ ولعل هنا للتعليل شيخ იძახის რომ არაბულ ენაში لعل აქ ნიშნავს რომ للتعليل ანუ ეს არის მიზეზი რატო არის მარხვა დაფუძნებული ჩვენთვის ძმებო მხოლოდ და მხოლოდ მიზეზი რა არის რომ ჩვენ გახდეთ უფრო ღვთისმოშიშე მე ნახეთ لاجل ان تتقوا الله ანუ რომ ალლაჰის გვეშინოდეს فتتركوا ما حرم الله და დაანებოთ ის რასაც ალლაჰმა თქვენ გითხრათ დაანებეთ ანუ ჰარამი وتقوموا بما اوجب الله და გააკეთოთ ის რასაც თქვენ ალლაჰმა რა გითხრათ გააკეთეთო ანუ რა ლოცვა პირველ რიგში შაჰადათი თავჰიდი მერე ლოცვა ზოგიერთი ხალხი ძმებო სამწუხაროდ დასაკეთებს მარხულობს მაგრამ არ მარხულობს ბუდიშით მარხულობს მაგრამ არ ლოცულობს ზოგიერთმა ალიმმა თქვა რომ ის ეგეთი ადამიანი მარხვა არ არის მიღებული ადამიანი რომ საერთოდ არ ლოცულობს ზოგიერთი ალიმი თქვა რომ ეს ადამიანი არის საერთოდ არ არის მუსლიმი ანუ ეგეთ ძალიან ცუდ მდგომარეობაში ადამიანი რომელიც არ ლოცულობს კი ზოგიერთმა ალიმმა თქვა რომ როცა ადამიანი ხანდახან მარხულობს ხანდახან არ მარხულობს ხანდახან ლოცულობს ხანდახან არ ლოცულობს მუსლიმია მაგრამ მაინც უდიდესი სოდვა როგორ შენ აკეთებ იმას რაც შენც უფრო ძნელია მარხვა და არ აკეთებ იმას რაც შენც უფრო მნიშვნელოვანია მაგრამ უფრო ადვილია ლოცვა დღეში ხუჯე რო ილოს ადამიანი უნდა აიღოს მაქსიმუმ აბდესტი ილოს ნახევარ საათ დღეში შეგიდა სხვა სურები არ წაიგიხე მარტო ფათიხა წაიგიხე არის სხვა სურები თუ არ შეგიდა დო არ აგახ მაგალითად იზახებ ახი ძალიან დიდი ბიზნესმენი ვარ მე დრო არ მაქვს აი არ წაიგიხე სხვა სურები მარტო ფათიხა წაიგიხე ეგას არ შეგიდა მარხვა შეგიძლია ახი სუბჰანალლა მარხვა დილან საღამომდე არ უნდა ჭამო არ უნდა წყალი დალიო ცოტა მიუღოს არ შეგიძლია შეგიძლია ხო მაგრამ ლოცვა არ შეგიძლია არ აზმება ეს არის შეიტანის ვასვასი ჩვენთვის შეიტანის ვასვასი და მე შეიხი იძახის რომ وفي صحيح عن النبي صلى الله عليه وسلم قال صحيح حديث شمامة صلى الله عليه وسلم تقوى من لم يدع قول الزور والعمل به والجهل فليس لله حاجة في أن يدع طعامه وشرابه وينس أردان بيبسو زمبو ماتقوار لباركس أو نقويس وينس أردان بيبسو دا جهل أردان بيبسو دا مكمده بس أم جهليتو الله سرجيدبا روم دانه بوس ეგეთ ადამიანი თავისი საჭმელი და თავისი სასმელი რას ნიშნავს ეგ ზმებო რომ ეგეთ ადამიანს არანაირი მადლი არ ექნება ანუ თითქოს ალლაჰი აზავაჯალ ჩვენ ახადიში გვენებო რომ რას ნუ წვალობო შენ თუ აგზელებ მარხვას ილანძღები იგივე ცოდვებს აკეთებ როგორც აკეთებდი გააგზელებ და არ შერდები შენ მარხვას აზრი არ აქვს თავს მოაწვალებო
ალლას არ უნდა ჩვენთვის მარხვა, მხოლოდ იმისთვის რომ ჩვენ არ დავლიოთ, წყალი ავჭამოთ, მეუღლებს არ შევეხმოთ, მხოლოდ მაგის გამო კი არ არის მარხვა. მარხვა არის იმისთვის რომ ჩვენ რა გამოსწორდეთ. მაგრამ თუ ადამიანი აგზელებს ცოდების გაკეთებას და ასე შემდეგ, ალლაჰი ამ ჰადისში ასევე ჩვენ გვეუბნება რომ ნუ წვალებო. აზრი არ აქვს შენ მარხვასო. ალლაჰმა დაგვიფაროს ეგეთი მარხვისგან. ამინ. აი ცოტა დარჩა ძმებო, ცოტა დარჩა. პატარა საბრი. أي أن الله لا يريد أن ندع الطعام والشراب. الله არ უნდა რომ ჩვენ უბრალოდ დავანებოთ საჭმელს და სასმელს. მარტო ეს არ უნდა ჩვენსგანო. إنما يريد منا أن ندع قول الزور والعمل به والجهل. الله უნდა რომ ჩვენ დავანებოთ მატყუარა ლაპარაკი, ტყუილი, ჯაჰლი, ჯაჰთან საქმეები, ჯაჰილური საქმეები. ولهذا يندب للصائم إذا صبه أحد وهو صائم أو قاتله فليقول أميتو ساسوريولي ადამიანის რომელსაც არის მარხული თუ ვიღაცაში მაგას შორაწყობა მიაყინა ან უნდა მაგასთან ჩხუბი მაგას უთხრას إني صائم ჭეშმარიტად მე ვმარხულობო ولا يرد عليه და მაგას არ უპასუხოსო لأنه لو رد عليه لرد عليه الأول თუ რაღაც მაგას უპასუხებსო ისაც მაგას რაღაცას მე გააზრდელებს პასუხსო ورد عليه ثانيا და მეორეჯერ კიდე უპასუხებს فيرد الأول და პირველს კიდე უპასუხებს ثم هكذا يكون الصيام كله صبا ومقاتلة და მაგის მარხვა იქნება მარტოდ ცემა, ჩხუბი, ყვირილი და ასე შემდეგ. وإذا قال إني صائم და თუ ეთქვის ეგეთ ადამიანს ვინც შენთან სპორტს დაიწყებს მე ვმარხულობ أعلم الذي صبه أو قاتله بأنه ليس عاجزا عن مقابلته ولكن الذي منعه من ذلك الصوم. იმადანია როცა ადამიანს ჩვენ ვემოდე მე ვმარხულობ ამით ჩვენ მაგას ვაჩვენებთ რომ მე შემიძლია შენ გიპასუხო მაგრამ მე არ მინდა რომ ჩემ მარხვა დაირღვეს რომ მაგის გამო შევიგინო ან რაღაცა გაუბრალოს და რაღაცა გავაკეთო ის რაც ჩემ მარხვას დაშლისო მაგით უნდა უთხრათ ეგეთ ადამიანს რომ მე ვმარხულობო ამით ასაჩვენებ შენ რომ შენ შეგიძლია უპასუხო არ გეშინია შეგიძლია وحينئذ يكف الأول ويخجل და მაგის მერე ის ადამიანი რომელსაც მაგას ეთყვი შეიძლება გაჩერდეს ან გაჩერდება და მაგას შერცხვება ولا يستمر في الصب والمقاتلة და არ გაგრძელებს ლანძღვას და ჩხუბს და ასე შემდეგ هذه هي الحكمة من إجابة الصوم ეს არის ძმებო ეს არის შეიხი ძახის რომ სიბზნე რატომ არის მარხვა ვაჯიბი რატო არის ვაჯიბი მარხვა ძმებო რატო თქვით მეთვის მაგარისთვის მიზანი რა არის რომ ჩვენ რა ღვთის მოშიშე გავხდეთ ძმებო ცოტა გაიუღეთ თუ ხელა გაღეთ ფანჯრე პრობლემა არ არის კაი هذه هي الحكمة من إجابة الصوم ეს არის რატო სიბზნე მარხვის რატო არის ვაჯიბი وإذا كان كذلك فينبغي لنا في الصوم أن نحرص على فعل الطاعات من الذكر და თუ ასე არისო შეიხი იძახის რომ მაგრამ ჩვენ უფრო უნდა მივესწრაფოთო რომ კეთილი საქმეები გავაკეთოთ უფრო ბევრი თაყვანისმცემ ტაათ من الذكر أسوأ الذكر بي الله خسني بدأ سشمدك وقراءة القرآن قرآن زكيتوا والصلاة لطسوا والصدقة والإحسان إلى الخلق إحسان إزقاق إتبا سكت إزقاق إتبا خلقي سويس تقول بيسويس قويلة سويس هايرتود وبسط الوجه داروم أنو شون السخي قوس غاغيمي بول أرى زوجيت بشيريا أسوأ قبرز بول دادي بسيري مارخو أرى ودا كوندس سخي شوينين غاخاري بولو خلقي يزنوس رارس مارخو أرغونس رو مارخو لدامي قد بوروتي هنغاس إس راناري مارخو მარხონა გახავდო შენ უფუხტის მოში შენ სუბრაზოფო ეგეთი არ უნდა იყოსო არაბებს იძახიან ზოგი რატო არაბებს უგაბრაზებული დადიან ეგეთ სახეები აქვთ ჩვენ ვიძახეთ სახეები კი არა აქვთ ეგეთი ცხელა მაგ დადიან ეგეთი ხაზგონიო გაბრაზებული არიან ამიტომ ხალხი არის შენ გულში რა არის შენ დადიხარ შეიძლება ქშია რა კუჭიკტივა მაინც გაიღებ მაინც შეეცადე სადაღა უკეთ შენ ზმას სადაღა وشرح الصدر შენი გული უნდა იყოს გახსნილი შენი მკერდი უნდა იყოს გახსნილი ანუ დიდგულიანი უნდა იყო وحسن الخلق وحسن الخلق შენი თვისებები უნდა იყოს კარგი მაგ დროს كل ما نستطيع أن نحذب أنفسنا به فإننا نفعله ნებისმიერ რამ რასაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი თავები გავამჯობოსოთ ჩვენ უნდა ის გავაკეთოთო فإذا زل المسلم على هذه الحالة طوال الشهر და თუ მუსლიმი გააგზილებსო ამ მდგომარეობაში მთელი თვე როგორ მდგომარეობაში ძმებო ანუ ეცადოს გამოსწორდეს ლოცვებში კარგი ხასიათით კარგი თვისებები და ასე შემდეგ ყურანის კითხვით ზიქრებით და ასე შემდეგ თუ მაგას გააგზელებსო فلا بد أن يتأثر ولن يخرج من الشهر إلا وهو قد تغير حاله აუცილებლად თუ ეს მაგაზზე მას ეგეთ ადამიანზე რა იმოქმედებსო და გამოვა ამ თვიდან ანუ რამადინა გამოვა და მისი მდგომარეობა შეიცვლებაო ولهذا شرع في آخر الشهر أن يخرج الإنسان زكاة الفطر
تكميلا لتزكية النفس أميتم شريعة شريعة دافوزنبولي را أنو أريس قانوني روم روسا رمضان يكم تردبا زكاة الفطر دواريكوت زكاة الفطر ريستويس روم غواسوب توت بولم دي غواسوب توت شويني سولي لأن النفس تزكو بفعل الطاعات وترك المحرمات إميتو روم سولي سوب تودبا روسا شوين وانيبت حرامبس وقتبت إيس رأتا شو الله ما ويبزنا روم غواقتوت وتزكو أيضا ببذل المال تأسوي سولي يسوب تودبا روسا شوين الله يسجدازه بولس خارجوت صدقة سوازلوت ولهذا سمي بذل المال زكاة ما جيتو بوليس دا خارجوا أريس اتتي مش ساخلي داير كرا زكاة أنا زكاة وصف شو ما قلت قوة زيادة عشوائي أورنا خير بروسس خوادلوت أميترا سولي يسوب تودبا أكيد نتعمويدا سيتوا زكاة زكاة النفس سوليس غاسوب تودبا أكيد نتعمويدا زكاة الله سكونم موقابزادوس رمضانيستويس დაგვატაროს რამადანი ხერიანად, იხლასიანად და დაგვიხმაროს რომ რამადანში გამოვიდეთ უფრო უკეთესი. ალლაჰ ბარაკა მოგცეთ. სუბჰანაკა ბიჰამდიკა აშჰადუ ან ლა ილაჰა ილლა ანტა ასტაგფირუკა ვა ატუბუ ილაიქ.